ეს ახლა დავამუშავე ყურზე. ზუსტად ერთ თვეში გააჩენს დაყრის ბაჭიებს. რამე პრობლემა რო არ შექმნოდა, დავამუშავე ყურზე. მეტი არაფერს დამუშავება არ სჭირდება, კბილები კარგად აქვს, არც ტკივა. თბილისთან რომ ჩამოვედი საცხოვრებლად ზესტაფონში, დედა ჩემმა გადაწყვიტა, რომ ყველანაირ ცხოველი რაც არსებობდა და რაც შეიძლებოდა რომ სოფლის მეურნეობაში ყოფილიყო, წამოიყვანა და ამ ცხოველებიდან ყველაზე მარტივი ჩემთვის აღმოჩნდა ყურძღლის მოვლა. შემდეგ ვისწავლე პროფესიულ სასწავლებელში, გავიარე სოციალური მეწამების კურსი. კურსი მე დადედამ დაუთვალე წარმატებით, ამ დროს გამოჩნდა საგრანტო კონკურსი, დავწერეთ პროექტი და გამომივაჭრეთ. და გავხდი 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა სოციალური მეწამე. სოციალური საწარმოების შექმნის მიზანი არის ახლო მდებარე სოფლებიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან დავასაქმე შეიძლება მეტი ადამიანი და ის პრობლემა ცოტათი მაინც არ მოგფრა, რომ უცხოეთში არ მოუწიოთ წასვლა, თუნდაც თბილისში არ მოუწიოთ წასვლა და რაღაცა ახალი გასახანი გქონდეთ ახალ თაობას და ძველ თაობასაც ასე. ყავდა სულ 8 ბოცვერი. ახლა კი ყავს 500-მდე. მაშინ იყო ერთი ჯიში, მხოლოდ ეს იყო ქართული მდგრადი, ქართული ბოცვერი. ახლა ჩვენ ინტერესი გაგვიღრმავდა და კალიფორნიული ჯიში დავიმატეთ და ზელანდიური ჯიშები, ასევე დეკორატიული კურდღელი დავიმატეთ და ყავს დაახლოებით 30-მდე ეს ახალი ჯიშები. ვაპირებთ რომ გავზარდოთ ჯიშების ნაირსახეობაც, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ბაზარზე ასეთი და ვაპირებთ ასევე საზაფხულო ვოლიერების დამატებას, იმიტომ რომ არ ყოფნის ძალიან ბევრი ბოცვერი ყავს უკვე. გარდა ბოცვერის რეალიზაციისა, აქ ადგილზე გვაქვს მასტერკლასები. ახლაც ყავს, ამ წუთას ყავს სტუმარი, რომელსაც თან უნდა შევასწავლო ბოცვერის მოვლა პატრონობა და თან უნდა გავატანო, რომ მანაც შექმნას საოჯახო მეურნეობა. ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა ჭიათურაში გავახსნევინეთ ერთი საოჯახო მეურნეობა, ახლა ბაღდადში მიბრძანდებიან დღეს ჩვენი ბოცვრები. გარდა ამისა, მოდიან მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან, ქალაქის სკოლებიდან, ადგილობრივი სკოლიდანაც, აგერ სოფლის სკოლიდანაც მოვიდნენ ბავშვები, რომლებსაც მოაქვთ ხოლმე სტაფილო და გადიან რაღაცა ექსკურსიას ძალიან ლამაზად ატარებენ დროს ამ კონტაქტურ ზოოპარკში, ასე ვთქვათ, ამ ბოცვერებთან. მეფრინველეობა დავამატეთ, ყავს სხვადასხვა ჯიშის წიწილები და ქათმები, რომლებიც არ ყავდა რეალურად ჩარშან აქ რომ როცა აქ დავიწყეთ ამის მშენებლობა, არაფერი არ ყავდა აბსოლუტურად. ეხლა ქართული იმერული ცხრის ჯიშებით ვართ დაინტერესებული და შევიძინეთ ეს იმერული ცხრის ჯიშებიც და ამეთაც ვაპირებთ კიდევ გამოვიდეთ მებოცვრეობასთან ერთად ისიც საწარმოო პროცესში ჩავრთოთ იქაც ის ადამიანები, ვისი ინტერესის მატარებლები გავხდით ჩვენ ამ სოფელში. ასეთი ჭრელი კურდღელი ჰყავდა და ძალიან უყვარდა. დავით. ერთ წელიწადში მინდა რომ მინიმუმ 10 ადამიანი მაინც იყოს დასაქმებული ამ სოფელში. ამ სოციალურ საწარმოოს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ბედნიერი ვარ რომ მომეცა ჩემი იდეის განხორციელების საშუალება. მინდა რომ ბევრი ახალგაზრდისთვის გავხდე мотивация რომ საქართველოს განავითაროთ ესე პატარ-პატარა ნავიდებით მაინც. თუ დიდით არის.